ხო, დღესაც არ შევიღებე თმა. არ ვიცი ვისველოდები, მაგრამ ხვალ იმის რა ვიყი. იმის არის სახი, სად არის ჩემი ეს? ხვალ აი ამას დავიტან თმაზე. რომელიც მაჩუქეს არის ჭაღალის დასაფარი. და ხვალ ამით წავალ, იმიტომ რომ დღეს არ შევიღებ. ოლა შვილო რატო არ გადმოხვედი? გადმოვიდა კი არა, ჩამეყვარე ცხვრპირში. მაგრამ არა უშავს. ეს არის თვალის სიმშრალის გოგოებო, ვინც არიცით, მე მაქვს ძლიერის თვალის სიმშრალე და ექიმა დამინიშნა პერიოდულად რაღაცნაირად უნდა დავყო ხოლმე პირობითად ერთი თვე გამოვიყენო, მერე დავისვენო, ორი კვირა გამოვიყენო, მერე დავისვენო და ანუ მოკლედ აი ესე იმას ვქენით, რა ქვია, გავნაწილდით. ახლა ისევ დავიწყე, თუმცა ხანდახან მაინც მავიწყდება და არ უნდა დამავიწყდეს. იდეაში არ შეიძლება, თუმცა ხო რა მავიწყდება ხოლმე მაინც. უფრო დილაობით ვისხამხო და მივდივარ ხოლმე, მაგრამ ხა გადავწყვიტე რომ ღამე ჩავისხა ხოლმე, იმიტომ რომ დილით ძალიან იმას მიშრება, რა ქვია. მერე მეცრემლება ხოლმე თვალის ეს მონაკვეთები. ჩვენი დამატენიანებელი, სხვათა შორის მე რომელიც მომწონს PSP-ში ვნახე, ღირდა 55-დან 65 ლარამდე დაახლოებით წითელი ყუთით და ეს რადგან ჯერ ისევ თითქმის სავსე მაქვს, ჩემ რძალმა ჩავამიტანა საბერძნეთიდან, რომელმაც 10,000 ევრო მისცა ამაში. ამიტომაც ის აღარ ვიყიდე, თორე სიმართლე გითხრათ, ვაპირებდი იმის ყიდვას, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. ამაზე ბევრად ეს არის ბლანტი და ბევრად მეტად მომწონს. მაგრამ ესეც ძალიან კარგია. ხო და ამიტომაც ეს მასაჟური მისახის კარგია საღამოობით გოგოებო, იმიტომ რომ დილით იკეთებენ ხოლმე და დილით აწითლებს სახეს და მე მაქვს ხოლმე სულ მაკიაჟისათვის 10 წუთი მაქსიმუმ, არც კი თმიან მაკიაჟი არა. ამიტომ ჩემთვის მაგალითად არ არის ეგ ამბავი დიდად სახარბიელო რო არის ხა ეხლა და საღამოს და ესა და ის. ხო და როგორც მითხარით, მაქსიმალურად მსუბუქად ვიტანიანებ თქვენთან როგორ ხედავთ ხარ, ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ. ამაში ხა არ ვიცი თუ რამეა ბარემ გადმოვიღებ და მე მიმიშველეთ. მოსხა. და გადავაგდებ. სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაც გადავყარე გუშინ, არა მარტო კოსმეტიკა, ბევრი რამ, ნივთები ზოგადად სახლში. ზედმეტი მეჩვევა მაქვს რაღაცა ორკვირაში ერთხელ რაღაცა გადახარისხებებს ვაკეთებ ხოლმე, ან რომ მოვიცლი ეგრე მაქვს ჩვევა და ძალიან აქტიურად მაქვს სხვათა შორის ეგ ჩვევა. ხო და რაღაცები მოვანაგავე და შეგრძნება მქონდა რა, იცით, რომ სახლი დავალაგე და მართლა დედას გეფთით იმდენი ნივთი მოვისროლე, ხო? რომ მართლა სუნთქავს ჩვენი სახლი, მინდა გითხრათ. სუნთქვა დაიწყო, ესე რა ვთქვათ. ცოტა ის არის, რა ქვია. ამაში კიდევ არის 1 ან 2 წასმა, ამიტომ ჩავაბრუნოთ და არ გადავაგდოთ. აი, აქ რასაც თქვენ გაჩვენებთ, გოგოებო, სულ არის სავსე, გლოსები, კონსილერები, ტინტები და ბრონზერები და მილიონი კონტური. აქაც მინდა რაღაცები გადავახარისხო, მაგრამ ჯერ მაგის დრო არ მოსულა. აი ეს მაჩუკა ჩემ ახლობელმა გოგომ და ძალიან მაგრესია. ჩემს კანზე არის იდეალური და რამდენი ხანია მაქვს.
ეს არის Faberlic-ის, არ არის საქართველოში შეძენილი, თუმცა ალბათ აქაც იქნება ბუნებრივია და მოკლედ ვეძებ Faberlic-ის გახლავთ აი ეს კონკრეტული ტონალური, რომელიც იდეალურად ჯდება ჩემს კანზე. ასევე ვეძებ აი ამას ვეძებ ჩემს სიყვარულს, რომელსაც უმაგრესი სუნი აქვს და ისეთი სუნი აქვს, რომ აი ვერ აგიხსნით. მერე მაგას თავი რო დავანებოთ. ცოტა კარგად მომეყაროს ხოლმე ხვავი. აი მე რა დამეყვარ და ძირს ერთი წამით. ხო და ანუ ეს მაჩუქეს ნახევარი იყო არ იყო სავსე და ეხა ამას ვიყენებ როგორც იცით 0-0-0-ს ვერ შევადარებ ამას ჯერ მარტო სუნი აქვს ისეთი რომ შევა დაეცეთ სუნი გავითიშე ჯერ მარტო სუნით გავითიშე და აი აქ ჯდება სასწაულად მახსოვს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მესვა და იდეალურად დამაჯდა კანზე ვეძებ გთხოვთ მიშველეთ მიშველეთ ეს არის ის ჯაი ტრენდული რომ ესე მთელი საქართველო რავი დაწებულები მაგრამ ნუ არაფერი ხალხო დამიჯერეთ ისეთი გონზია რომ ხალხი 120 ერთად რატო ყიდულობდა და რატო გადამყიდულების რიგი დღემდე არ ვარ გონზე ანუ მართლა არ ვიცი ეხლა რაც მე მინდა ხო ეს ხო იცით რომ გამიტყდა ჩერაც გამოვიყიდე ანუ ოღონდ აი შიგნიდან გატყდა აი ეს რა ეს არის როგორც იცით იღლისათვის და ამაზე რაც მე სუფთა სახლში ვიარე და აფთიაქებში იმდენი სიხარული მე და თქვენ ერთად თუმცა მაინც ვფიქრობ რომ იქითა შაბათ-კვირას დავტესტავ და გამოვიყენებ ეს გამოიყენება იღლისათვის გამშრალ კანზე აუცილებლად ეს უნდა მოვასველოთ და წავისვათ და ისე შეგიძლიათ მე დაიძინოთ ეს მე გადარეცხეთ ოღონდ და მინერალებია და მოკლედ ძალიან კარგია და რისთვის ვეძები ამდენი რამდენი თვე სახლში მიდეს ვერ გამოვიყენე ხო ნუ რას ვიზამთ ახლა რაც მე მინდა იმისათვის რომ ცოტა დამირბილდეს ვაიმე რატო გეძებ სულ ჯანმრთელობა გოგოებმა მომწერეს Facebook-ზე რაც უნდა გამოვიყენო ტუჩისთვის ჰერპესისთვის მაგრამ მანდამდე ვერ მივედით ამიტომ ვაზელინს მივასკადეთ ასე დედარა გოგო დედარა გოგო აი ეს ასე ვთქვათ აი ღამის რუტინას რო ეძახიან ხო ხდებით ჩემი რუტინა ამით სრულდება თითქმის ისეთი აღარაფერი აღარ მაგას ეკეთებელი რასაც ახლა არ იქა და გავიკეთებ უნდა ავდგე მარიკოს ტანსაცმელი გავამზადო ხვალისთვის ჩემი ჩასაცმელები გავიმზადო ხვალისთვის და დავიუთო ყველაფერი ხვალ არის ორშაბათი დღე საკმაოდ მძიმე დღე ეს ის ორშაბათი კაი სოთაშორის თმის შესაფუთი მაქვს ოღონდ მაღლა და ვის უნახავ მაღლა არ ვიცი ის არის რა ქვია რომ აი ეს არ შემოვიხვიო რა თმიდა არ ვიცი ოღონდ ანუ რაში ვიყენებ აქ არ ვიყენებ ფაქტია და მაღლა სართულზე ვისთვის ვინახავ არ ვიცი ეს ახლა ცოტა ვერ გავიგე გავიშრო თუ ბუნებრივად გაშრეს კამერაში ძალიან ჩანს ეს სითეთრე თუმცა ცხოვრებაში ეგრე არ ჩანს კამერაში ბევრად ჩანს გოგოებო მაგრამ რა შევიზამთ რაღაცა შამპუნი ვნახე გოგოებო თუ დატესტილი გაქვთ მეც მითხარით როგორია ჭაღარის არის დაიბანა მგონი დაბაინდა დაბანამდე ძლებს თუ რაღაც ეგრე არ ვიცი
და თუ დატესტილიკად თხოვთ რომ მეც მირჩიოთ რამდენად ეფექტურია ეს შამპუნი რომ მაგალითად თუნდაც საღებავით არ ვიტყიპნო ისა რა ქვია თავპირი აგერ საღებავი მიდევს და აი რო წარმოვიდგინე ახლა რო ეგ უნდა წავისვა მე აი უკვე ძად გავყადე და მეთქი მოდი კაი იმ ჭაღარის დასაფერს გამოვიყენებთ ხომ აი მე რა გიზარება და ეგრე მეც ვიხებავ სალონში და რაღაცა ეგეთი ხალხი რო გამოდიან ხოლმე სიტყვი შვილო შენ სალონში იღებავ ზიღარ კარალევასავით და მე აგ უნდა ვიწელო ხან თითები მიშავდება ხან ყურები მიშავდება და მე პლუს ამას საშინლად გრძნობ თავს მე შეღების მე იმიტომ რომ კი უამიაკოა ჩემი საღებავი მაგრამ მე მაინც ალერგიული ვარ და ჩემთვის ეგ უამიაკოც ანუ არ არის რა ისეთი უსაფრთხო ჩემ ხრივ ვიძახი რა კაი გონი მზად ვარ კი ბატონო აი აქ ხედავთ როგორ საყვარლად ფუსფუსებს ჩემი ჭაღარა როგორც იცით ორსულობაში ამომეპინტა ერთდროულად თელ წინ მონაკვეთში მანამდე არ ვუჩიოდი ნამდვილად და ბედნიერი ვიყავი რომ არ მქონდა თუმცა ორსულობის პერიოდში ჩემი ძალიან ბევრი ნერვიულობა დაგვირგვინდა იმით რომ ძალიან გავთეთრდი და იქ მომთხრა რომ ამას აღარაფერი ეშველება ძალიან ძლიერმა სტრესმა ნერვიულობამ დაძაბულობამ კოვიდმა ყველაფერმა ერთად გამოიწვია რამე უკეთეს ვიცი ვარ დილი ძალიან დაშლილი ვარ ვერ გავიგარდა საწოლში შვიდად მძინავს დავაუცალოთ 60 ზოგი არიკოსი ზოგი ჩემი ხო სამსახურიდან ისმის კიდეც ხმავახმოვანებ ექსტრემალურ მდგომარეობებში ვარდები ხოლმე მაგრამ ეგეც ასიამოვნოა მოკლედ ამოთეს ვერ გავაცალე კი არა და არც მიცდია მოდი სიმართლე რო გითხრათ არას ველოდები არც იქ არ ვიცი მაგრამ ნუ მოკლედ მეტყობა ხო აბაზაინიდან გამოსულ გაგიჟებული დავით რო დგავარ რაღაც ისეთ განწყობაზე ვიყავი თავს რო ძლივს დაახლოებით ეგრე რა ხო საკმაოდ თბილად ჩავაცვი ამ დღეს სხვათა შორის რატომღაც არ ვიცი გრილობა თან საკმაოდ მე კი ვარ რაღაცა ადეკვატურ ვიცე მაგრამ არის უფრო დაზიანებული თუმცა ისეთ სამოსვალოთოებ რომელიც ისე არ გამფუჭებია ყოველ შემთხვევაში ხო და მოკლედ ესე გოგოებო ეს სვიტერი დედამ გამოუგზავნა საბერძნეთიდან მარიკოს და აი ისეთი ხარისხია ხო ისეთი ხარისხია რო ეხვეწო არ იხევა დილამშვიდობის მეგობრებო მოგესალმებათ თქვენი პუტკუნამსის ხივი როგორ ხართ ხასიათი არა გვაქვს მაგრამ ვიმედოვნებ რომ დღის მანძილზე ხასიათი გამოუკეთდება ნახევრად ჯერ ისევ ბნელა 800 უკლია 20 დაგვრთამაშებს ჯერ ისევ თვარე მაგრამ დღეს ვარ მორიგე რაც ნიშნავს იმას რომ უფრო ადრე უნდა გავიდეთ სამსახურში ვიდრე გავალთ ხვალ რატომ მომეხალის არ ვიცით მის ასე დატალღვა მაგრამ დატომღაც მომინდა რომ ასე გამეკეთებინა ვიცი და რაღაცა პროდუქტები ვნახე გოგოებო რომელიც ტალღოვან თმას მესე ტალღოვანი თმა მაქვს აქცევს უფრო ხვეულებად ხო და გადავწყვიტე რომ ესე თვის ბოლოს ან მანამდე არ ვიცი რა ფასები აქვს მოკლედ ვნახო ერთ გოგოს უდევს კი ცოტა მეტი დრო უნდა ხა მაგის გაკეთებას მაგრამ ის ტალღოვანი თმა ისეთი ბუნებრივი ლამაზ ხვეულებად აქცია რომ გადავირიე და მე ტალღოვანი თმა მაქვს უბრალოდ აი პროდუქტების მიშველება ჭირდება რა ხო და უნდა დავტესტო ვიყიდი აუცილებლად 3 პროდუქტია გამოსაყენებელი და ვნახოთ ჩემ თმას რა სულს
მეც არ ვიცი. მოშტკომ იქით გაიარა, გაგვასწრო, თუმცა გამოვლისას აგერ დავხვდებით. მაგრამ როგორ უნდა გამასწროს. ერთი ეგაა რომ წინა ადგილი სადაც ხედავთ აღარ იქნება, მაგრამ არა უშავს. რას დავეცებ? მეტი დარტო ჩახდე დიკო სიყვარულო. დე რატო ხარ გადაჩიჩილე და არ გინდა შეგიკრა და არ გინდა? მობრუნდი უკან ერთი წუთით და გაგისწორო, მაგრამ ერთი წუთი სიყვარულო მოგიწიოთ. ხრობელი დასთამაშებს სახეზე ისე ეძინება. რვაჯერ ავდექით. ხან 4-ზე, ხან 5 წუთებზე, ხან 6 წუთებზე და ძლივს როგორც იქნა მოვიდა ბაღვიძარას დარეკვის დრო. რამ ჭირდა, რატო ვეღარ ვიცინებ, არ ვიცი. მივეჩვიე, მაგრამ მერე დავდივარ გამოუძნებელი. ეხლა რაღაცებზე ვფიქრობდი და რა თქმა უნდა, როგორც ყველას მეც ხო ძალიან ბევრი მინუსი მაქვს და იდეაში ვიღაცისთვის შეიძლება ეს რასაც მე ვთქვი იყოს პლუსი. ჩემთვისაც არის ნაწილობრივ პლუსი, მაგრამ ეხლა ნახეთ. რაც პასუხისმგებლობებზე ვფიქრობდი ეხლა რომ მოვიდიოდი და საკუთარ თავს ვაკისრებ ხოლმე, რაც ძალიან არ მომწონს და არ მგონია ეს ეხლა ნორმა. ძალიან გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას, აი მთელი თავისი, რა ვიცი, თავფეხიანად და იმდენად მე მღლის ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არ შემიძლია აი ნახევრად პასუხისმგებლობების აღება. თუ ვიღებ, აი რა ვიცი, მთელი ტვინით და ენერგიით ყველაფრით და მე ვაცნობიერებ ხოლმე რომ ვიღლები, ანუ ხლის ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ არ არის ხოლმე ხანდახან აუცილებელი ამდენად დიდი დოზით გადაეშვა თავით იმ პასუხისმგებლობებში რა. ამიტომ ვიძახი რომ აი ამ კუთხით რომ ვაკვირდები რაღაცნაირად დიახაც რომ მინუსია რა დედიკო. რაოდე? როცა საკუთარი თავი გღლის და გჭამს იმხელა პასუხისმგებლობებს იღებ ან ბატონო ახში სიყვარულო როგორ სადმეთი ხარ არ იცი ეს გზადე გღლის რა მერე რა როცა აი მე ვახშით მეძინება კაი დედი თუ გინდა დაიძინე ხან თუ მაგალითად იმდენი პასუხისმგებლობა აიღე რამდენიც ვფიქრობ რომ შეგიძლია კიდე არა უშავს თუმცა აქაც ვერ ვაკონტროლებ ხოლმე და ის ზედმეტად ვარ მთელი გონებით გადაშვებული და მინდა გითხრათ რომ არ არის კარგი ხალხო რა აი იმიტომ რომ ხალხი უკვე ესე მარტივად უდგება ყველაფერს რომ ვაკვირდები რომ მე თავის სულელი მგონია ხოლმე რომ რას გიждები შვილო მიუში ცოტა მსუბუქად ისუნთქე გვაცა ისუნთქე როგორც ჩემი ერთი თანამშრომელი მომდება ხოლმე რაც აფექტში რომ ჩავარდები და ისუნთქე გვაცა და მეთქი ვერ სუნთქავ ხო გრია ხსა შინა დავედი და შეაღი კარი სიყვარული ესეც სახით დილაობით როცა ბევრად ადრე მივიდივართ ხოლმე როგორც ხდება ყოველდღიურად ასე ვაჯერ ხოლმე ხო და თავისით ერთობა იმიტომ რომ რაკას სანამ სხვა ბავშვები მოვლენ სანამ პროცესი დაიწყება თავის ერთობს ხოლმე მოკლედ გამომუშავება რო ვნახე $50 რაღაც ცენტები ეკლდა Facebook-ზე ხო და უეცრად აღმოჩნდა რომ $2 და რაღაცა ცენტები მომაკლო ჩემს თქმით შევსებულ $50 მომეც მისეინა 47 და რაღაც დამიტოვა მოიცაძარია ანუ ეგ ადრეც ვაყენებდი ამოწესეს ადრეს იყო მითითებული რომ თვის ბოლოს ან ოდნავ მეტი იქნება ან ოდნავ ნაკლები სავარაუდოდ ან საკომისიო წაიღო ან დაანგარიშების დროს მოხდა მოკედა არ ვიცი ხა ეგ როგორ არის ეს ვიზანთ ერთი ორთხეში ვიზიმი $50 არა
უკვე ძალიან ბევრი გადმოვიდე Facebook-ზე და ალგორითმები ცოტა ჭედავს ხოლმე ხანდახან და ხანდახან ნაკლები გამომუშავება აქვს ხოლმე. იმიტომ რომ ყველა მიაწყდა Facebook-ს. ბატონო. ბაღში თბილა, გარეთ ყინავს. ანუ დღეს არ ვიცი. მეტი არ შემცივდა, მაგრამ სიამოვნო სუსხია რაღაც. შემთხვევით ზამთარი ხო? Hai ხალხო. დილიდან გავისმოდი, აბა როგორ გამოიყურები, ხო? რა მინდა გითხრათ? ისა კი არა, რომ არიქას აღებავი არა მაქვს. ვაშვენებრათ მას, ხო? რა მინდა გითხრათ, ხალხო? ესა დედები ძალით რომ მიასკდებით ხოლმე და არიქას ამედიცინოზე უნდა ჩააბაროს ბალღმა თუ არ ჩააბარებს თავი უნდა წაიქციოთ. გააფიცებთ მამიდაშვილებს ძალით ექიმი? არა, ძალიან ბევრი კი არის, იმიტომ არის რომ 8 ჯერ ვიმკვდარი თვალების გაფართოებაზე, მაგრამ დაანებეთ რა ხალხო თავ იმასა იქნებ უნდა აი საბუღალტრო ანა სამსახიობო უნდა ახლა როგორც მე ანა რაღაცა ხო ძალით ფეხზე შემული ცხარით რომ მიათრევთ ამ თქვენ ბალყებს რომ როგორ გვარი გააგრძელოს და მედიცინის დოქტორი გახდეს ძალიან გევედრებით რა არ არის ეგრე არ არის ისე რომ კითხო ძალადობას გამოვწდა ძალით რომ მიათრევთ გამოჩდაზე არ არის ძალადობა ხო და არის ვაფშე წავიდა სწავლა ეგეც არის ხო მე ანა შეასწავლეთ ანა მანიკური შეასწავლეთ ანა პედიკური შეასწავლეთ ანა მინანქარი მილიონი რაღაც არის თუ თქვენ და ვერ ფიქრობთ მომწერეთ და იმას ზვანოკოს გამოგიშვებ და დამირეკეთ და გეტყვი ჩაგაწერინეთ ახლა მე მესიჯები წერის ნერვები არა მაქვს ხო და დაანებეთ რა ქვია თეთრი ხალათი უნდა ეცას რატო ყავისფერი არ უხდება რა ვიცი ხო ძალიან გთხოვთ რა ეგა ხო არის ხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა თქვენი ბალღი არის მაგრამ ხვის ცხოვრებაა შვილო ხალხო გუში მოვიცალე და დავჩეკი და ვიკითხები ჩაჯიბის აბა რა ქვია გოგო ჩაჯიბი რა მნიშვნელობა ხედი ჯوارმა პატი მე უთხარი დაო როცა მე უთხარი უფალი მიბარებს ჩემ ნატიფსურს მე თუ მაგა თქვენი წერია რაზეა ლაპარაკი აი სიჭრის მე იყოს 200 რა რამდენი უნდა დათოს მე უთხარი ხალხმა ჩემს კაცი უცი ქელეხში მე უთხარი ახლა მე კირილები და ის არ მინდა ვთავ ბიტლებს ვთავ აბას სმოკის და ყველა ერთად დავაი იცით ხალხო რა მიპასუხა ხო ესე პასუხობს ტექსტები არა ამხელა ქუდოდი უბნის თვალოვო რა იცოდა შენი სადავე ხო ისეთი მაღალი და განუზომელია ეგ ციფრი ფულში არ არსებობს მითხრა ალბათ მილიონი მაგაზი ნაკლები ვინ უნდა გაკათროს ჩაჯიბით მახალო უფალო კიდევ უნდა რა ვიცი მე უთხარი დაო ნუ თუ ხუმრობ რა საბოფო დაბიქაჩათვალები აი ესე მიპასუხა ჩაჯიბიტმა აბა ლა უცლეთ მოსულები არავინ დაგიდახოთ ისე წამოვდგები და ორი პაჩული თცემ ყველა ესე იცი რასდებს ადიდებ მიწერია სპისოლკი აი ესე ახლა 50 ცოტა ამოგეხსინება ცხოვრება წიმის 100 წლის მერე შევა 500-იც აღარ იყოს არაფერი ხო თუდეც დაწანდადეთ ისა მაგ შმოტკები საკეთელი შმოტკები ის რა კაი ასრია ბუჯე ჩაჯბიც უნდა ვკითხო წინასწარო გამოვაცხადო მეთქი არის კაცი ტკუცი რამეში მეთქი ხის ბაი ეს მაგ ახლა თუ მოსამატკე ხო გერაჩალოს ჩემი დაჩელი სიცოცხლის ბოლო წუთი ისე რომ თქვა შერაწყოდა გერაცვალოს მაგრამ არჩენი მოტანილე ვარდებინი და არჩენი ფუფულა სათამაშო ვაიმე და ეგ დამანახო ტვისის ხრი მექცევა არჩენი დული მინდა არჩენი ხურბა მინდა და ვაფშე არ მინდა არაფერი რასაც მომიტა ვინმე მივაბძანებ გარეთ და წაიღებს მირე ღვთისმიერი ვიღაცა ვისაც აიდომება ხო რომ ატკენ ქალო და რომ აწყინე რატო
გადაყარო ვარდებიო ვიღაცაზე თქვენ შემეიცი იქნება სიცოცხლე ხო და იმ გოგოს გამწარებული და რა თავში იხლის ახლა იმ ვარდებს ხო ისე რო თქვა თორე ახლა მომიტანი მივიღებ ჩავაწყო მაგენ და ვის უთქებ მაგრამ ისე რო თქვა თუ გამამწარებს ვინმე ხო რა თვითა მაგის ყვამილები ხო დავფიქრდით რას ვამბობ გოგოებო როცა ძალიან გამოხვალს წყობიდან და ცხოვრება თავზე გენგრევად არც იმის ვარდი გინდოდეთ არც იმის ტაში გინდოდეთ და არც იმის გარმონი გინდოდეთ დამიჯერეთ რასაც გეუბნებით ხო ასი ახლა უჯერორი 4 მაწყებიდან და თახალთან მიმატება გამოკლება ბაი აბა დააწყედით ხამეც რა ლამაზი ვარ ხო ეს არატო ნერვებს არავის ვაშლევინებ აი ტყლაში მე ჯავრი არა მაქვს გაურთხილდით თავებს ჰაი იქ ვიყავი პურზე რიგი აიყვა შაბათი არის და კვირა არის რა ხდება დღის რა ყველა შეჭამა უგიდან ჩემი არისო ხალხო ამხელა ტექსტებით რო გამოდიხარ არა ბოდიში ამხელა ბახილების გარეშე სახში არავის შევუშვათ თუ არც მოვა აი დარდი თუ არ ჩაიცმევს გამაბრუნებ უკან ვაფშე არ მოვალ მე ხვიცით რა ხასიათი მაქვს მგლის არ მოვალ ხო ხალხო ბუდიშ გიხდით მაგრამ ის უფრაზე რომ იქით ოლმა თანთალებს აქეთ ჩაკაფული თავს იკლავს ახლა უხდება ბახილა კაზაშუკებით რომ მოდიოდა ბახილები ძივარ არ ვიცი ახლა თვეების ბაღი კავც არ ახავად მოდიოდა რა მოვისვა მაქამდე არ არის პრობლემა მაგრამ სუფრა რო გაქვთ გადაჭიმული აქედან გეხვეწები რა ბახილი დაო ხო როკოკოებს ისე მოდახვარდავდი ვარ იატაკია გამოწმენდა გეზარება ბოდიში აფში არ მოვალ მოვეხვეწო მაშინაც ამხალა რა ამახალმა ტენდენციება ვერ დავეციე რაც არ დავეციე ახლა ტენდენციებს ვერ დავეციე ვერა რაღაცებს მოჩვიდებით უნდა ველოდოთ სახში ვერავითარ ვეღარ შეხვალ თუ ის პარკები არა გაგამოცმული მაგას ახლა ჩაქეცელობნები ასე რო გაგშემოც არ ვიცი და თქვენ და ის ვიცი არა ჩემთან რომ მოხვალ დაიბერტყეს ფეხით და შემოქადით პირდაპირ რეისით ხო მე არა იქნებ რა ვიცი არა ფეხისა სოკოა არა სოკოც არა მაგრამ ფეხსაცმელი ვერ არის წყობში და ანა ვაფშე ბზან ყველაფერი წყობშია მაგრამ ფეხები ვერ არის კარგად რა მოუქნელად არის ასე ვიჯდეთ 20 კაცი ხო დატრიალთ ეს სურნელება რა მოგწონთ ახლა გაფიცეთ მამიდაშვილებს თუ ბახილები არ გაქვთ ხო და გაიხადონ შეყო ჩვენ ჩუსტებში ფლატებში ფეხი ხო იქნება ვაფშე თქვენ ჩუსტი არ მომწონს ეს ხო დაუფიქრდით რა ვამბობ იქნება თქვენსაც ასის სუნი არ არის რა ვერ არა და ანა რომ მიდავდგე ვიცი ყვან დაბადების დღეზე ვარ ანა უბრალოდ მიდა რომ ტანი ავათავებს და ბახილები რომ კაცით კუცით დავდივარ შაშრუ არ მოვალ წერტილი თუ ბალხი ყავთ აქამდე ჩავიცვა მაგრამ თუ არა არ მოვალ ჩავიცვა ბახილებს იდა ესე ყველა წესი ცავდეთ ოჯახის წმინდეებს იცავდეთ როგორც ახლა მაგ ცელოფნებს ეყათ შემოსტერებულები ძალიან ავარისა გალამაზებული უიმეყმე თუ მაღალი თვალი არ